მოგესალმებით მეგობრებო, ვისაც ღორის ხორცი გიყვართ, მომყევით ბოლომდე და გასწავლით უგემრიელეს კერძს, რომელსაც დავარქვი ღორის ხორცის ხვეულები. აშასე მომყევით. 2 ულუფისთვის დაგჭირდებათ 400 გრამი ღორის ხორცი. მე შევეძინე მკერდის ნეკნი, რომელსაც მოვაცალე კანი, ზედმეტი ქონები და დავამუშავე აჯიკით. მე გამოვიყენე მეგრული აჯიკა, რომელიც ჩამომიტანეს ზუგდიდიდან და ძალიან გემრიელია და ძალიან უხდება ხორცეულს. შემდეგ გავჭერი შუაზე. დავახვიე რულეტივით და დავამაგრე ხის ჩხირით. მოვათავსე თასში. დავახურე თავზე და შევინახე მაცივარში დაახლოებით 2-3 საათით. გავიდა დრო, მოვათავსე საცხო ფირფიტაზე. მოვაყარე ორივე მხრიდან მარილი და პილპილი. და შევდგე ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 40-50 წუთის განმავლობაში. ბოლოს 15 წუთით ჩავრთე ზედაწვის ფუნქცია, რათა კარგად დაბრაწულიყო ხორცი. სანამ ხორცი იწვებოდა, მოვამზადე პიურე. გავიცქვენი დაახლოებით 1 კილო კარტოფილი, გავრეცხე, დავჭერი. მოვათავსე ქვაბში და დავასხი იმდენი წყალი, რომ ოდნავ ფარავდა კარტოფილს. მოვხარშე 15-20 წუთის განმავლობაში. ჩავამატე 50 გრამი კარაქი, მარილი. ძალიან უხდება დაღერღილი წიწა გაყავოთ, ძალიან ცოტა გააყარეთ, რადგან არ დაგიმწარდეთ. ამოზილეთ კარგად და პიურე მზად არის. ხორციც მზად არის, დავასერვეროთ. და ასე გემრიელად გამოიყურება ჩვენი ღორის ხორცის ხვეულა პიურეს გარნირით. მოსინჯეთ თქვენს და გემრიელად მიირთვით.